მოგესალმებით. დაგიბრუნდით საინტერესო ამოცანით. დაბაზე წერია რიცხვი ენი. დიმა და ვალერი რიგრიგობით აკლებს 1, 2, 3, 4 ან 5-ს. მოგებულია ის, ვინც პირველი მიიღებს 17-ს. ქვემოთ ჩამოთვლითაგან რის ტოლი შეიძლება იყოს ენი. რომ სწორი თამაშის შემთხვევაში მოიგოს ვალერი, თუ პირველი სულას დიმა აკეთებს და პასუხებია მითითებული 66, 75, 100, 100, 83, 121. ეს ამოცანა წელს იყო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მისაღებ გამოცდაზე, კომაროვის მისაღებ გამოცდაზე, მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე, ერთ-ერთ ამოცანად ჩემი შვილი მონაწილეობდა, წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა და ამოცანასაც წარმატებით გაართვა თავი. რომ თქვათ, ასე უშუალოდ ამოცანა შეიძლება ასეთაც მოვიხსენიოთ, რომ ეს არის ამოცანა მომგებიანი სწორი პოზიციის პოვნაზე, ანუ ჩვენ მომგებიანი პოზიცია უნდა შეურჩიოთ ვალერს, რომ დიმამ რასვლაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის გამარჯვებული და მოგებული გამოვიდეს ვალერი. ყველაზე დიდი, რაც ენს შეუძლია გამოაკლოს დიმამ, ეს არის 5. აი ამ ყველაზე უდიდეს რიცხვზე კიდე 1 რო გამოაკლოს დიმამ. დიმას გამოკლება თქვათ გამოაკლებს 5-ს, ვალერმა რომ გამოაკლოს 1, ანუ სულ ენს 6 რო იყოს გამოკლებული. მომდევნო სლაზე პირობითად თქვათ გამოაკლოს ენს დიმამ 2. ვალერმა გამოაკლოს 4. კიდევ 6-ით შევამციროთ. და საბოლოო ჯამში მომგებიან პოზიციაზე იქნება ვალერი იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი პასუხებიდან ერთ-ერთი იქნება n-17, n-ს გამოკლებული 17, რომელიც უნაეშთოდ 6-ზე იყოფა. აი ასეთი პასუხი თუ კი იქნება ჩამოთვლითაგან, უკვე ეს ვალერისთვის იქნება მომგებიანი პოზიცია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რისი გამოკლების საშუალებაც აქვს ამოცანის პირობის მიხედვით დიმას, ეს არის 5. და ვერასდროს ვერ შეძლებს 6-ით შეამციროს და ყოველთვის დარჩება ვალერს საშუალება 1-ით, პირობითად თუ 5-ს გამოაკლებს, 1-ით მეტი გამოაკლოს და მიიღოს 17. ანუ ჩვენთვის მომგებიანი საწყისი არის n-17, რომელიც 6-ზე იყოფა. ამ ჩამოთვლილ პასუხებთაგან ასეთი პასუხი არის 83. 83-ს თუ გამოაკლებ 17-ს არის 66 და 66 უნაეშთოდ იყოფა 6. შესაბამისად, ვალერი ყოველთვის შეძლებს მოგებას და დიმა წაგებულ პოზიციაში აღმოჩნდება, თუ ამ პრინციპით შეამცირებს ის აღნიშნულ n რიცხვს და რაც დარჩება, გამოაკლებს 1-ს, თქვათ დიმა, მან 5, ისე რომ სულ გამოკლებული შემცირებული ეს n რიცხვი აღმოჩნდეს 6-ით. და ყოველთვის იქნება მოგებულ პოზიციაში ვალერი. ასეთი საინტერესო ამოცანა იყო. ამ ამოცანის სწორი პასუხი იყო 83. იმედია მოგეწონათ. დამტოვეთ კომენტარებში როგორ ტიპის ამოცანები გაინტერესებს და შევეცდები გიპასუხოთ და გადაჭრის გზები მოგახსენოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მომავალ შეხვედრამდე.